მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 5 წელიწადში წაკითხული ისტორიული დეკლარაცია და რობერტ შუმანის ისტორიული სიტყვა, რომელმაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაუყარა საფუძველი. ევროპის დღეს ევროკავშირიდან მწვავე კრიტიკას და გამაფრთხილებელ გზავნილებს იღებს ოფიციალური თბილისი. ბრიუსელი საქართველოში არსებულ ვითარებას, ღრმა პოლიტიკურ კრიზისად აფასებს და ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის ელჩის ტონი და რიტორიკა მკაცრი იყო. პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც მისი აზრით ქვეყანა ევროკავშირს დაახლოების ნაცვლად სულ უფრო შორდება. დღეს ისიც განმარტეს თუ რატომ ვერ მიიღო ევროპის დღის აღნიშვნისადმი მიწყვილ ღონისძიებაზე მოსაწვევი მთავრობამ და რატომ არ იყო მიწვეული ქართული დელეგაცია ვარშავაში ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე. კრიზისის დაძლევა, რეფორმების გაგრძელება. ევროპელი ლიდერები ოფიციალურ თბილისს დასავლეთის შესახებ რიტორიკის შეცვლასაც თხოვენ, მათ შორის ეგრეთ წოდებულ deep state-ზე, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო განცხადებებში დღესაც აქცენტირებული იყო. მეორე ფრონტის არ გახსნის გამო ქვეყნის დასჯის და ხელისუფლების შეცვლის მცდელობა მმართველი გუნდის ლიდერთა მთავარ ნარატივად რჩება. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოთქმული ეს ფრაზა 26 წლის შემდეგაც საქართველოს ევროპული სწრაფვის სიმბოლოა. ევროპის დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი სწორედ იმაზე გაკეთდა, როგორ მიდის ქვეყანა მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ და კონსტიტუციაში გაწერილი მიზნისკენ. და ამ ნაწილში საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასება და პროგნოზი უარყოფითია. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, მიღებული გადაწყვეტილებები თუ კანონები საქართველოს ევროკავშირთან არათუ აახლოებს, არამედ აშორებს კიდეც. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წუთიდან სამწუხაროდ ჩვენ ვერ ხედავთ რაიმე პროგრესს. ღიაობა სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამختარიყვნენ ერთ-ერთი ჩვენგანი, არამედ პირიქით. ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო ბოლო წლებში, იმის მაგივრად, რომ დაეახლოვებინა საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან, აშორებს საქართველოს ევროკავშირს და თქვენ გაქვთ შედეგი. ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, როდესაც ვხედავ, რომ გუშინ იყო კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მონაწილეობის გარეშე. ევროგაერთიანების წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს ყოველას -1 პოზიციაში ყოფნას გერმანიის ელჩი ევროკავშირის გადაწყვეტილებით ხსნის ქვეყნის ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრების დაპაუზების თაობაზე. ყველამიცის რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იმედი მაქვს ეს გაკეთდება და მომავალში ერთად ვიქნებით ერთ კავშირში. გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა დაეპაუზებინა მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან. მიმდინარე კრიზისის გადაწყვეტამდე. არ ვიცი რა სურს საქართველოს მთავრობას, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. იმედი მაქვს, რომ საქართველო ქვეყანა თავისი მოქალაქეებით დაუბრუნდება ამ გზას. ეს ჩვენი იმედია, მაგრამ საქართველოს გადასაწყვეტია. და რა არის საქართველო? საქართველო არის ხალხი, მხოლოდ მთავრობა არ უერთდება ევროკავშირს, არც პარლამენტი, არც ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა ერთად. ევროკავშირის ელჩის შეფასება სრულად ეთანხმება ქართული ოპოზიცია და პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილშიც ერთსულოვანია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს პროგრესის შეჩერებას მათთვის ერთადერთი მიზეზი აქვს და მას ქვეყნის ხელისუფლება ქვია. შესაბამისად, ერთადერთ გამოსავლადას ბარიერგადალახულ პარტიებში მმართველი გუნდის ცვლილებას მიიჩნევენ და ირწმუნებიან, რომ ამ შემთხვევაში წინსვლა სწრაფი და შესამჩნევი იქნება. ჩვენისთვის ვიბრძვით, რომ ეს რეგრესის წყარო მოვაშთოთ, ხო? როგორც კი ეს რეგრესის წყარო არ იქნება, ჩვენ სწრაფად წავალთ წინ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რეფორმები როგორ ვაკეთოთ, როგორ ვიყოთ ლიდერი რეგიონში, როგორ ვიყოთ სამაგალითო. ეს ნიჭიც გვაქვს, გონიც გვაქვს, გამოცდილებაც გვაქვს და ამის რეალიზებას შევძლებთ. ის რაც საქართველოში ხდება ბიძინა ივანიშვილის პარტიის აქციების გამო, რომ არის უკუსულა, მე მგონი ამას ყველა საქართველოს მოქალაქე ხედავს, ხო? რომ დღეს ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც გვინდა ვიყოთ. ვინც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში გვეხმარება, ევროკავშირი მათ შორის ის ორგანიზაციები, ვინც აქ არიან წარმოდგენილი. ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა ქვეყნის მტრად. ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის სურვილი, რომ საქართველო აღარ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და ერთადერთ შესაძლო ბრჭყალებში პარტნიორებად საქართველოს დარჩეს ოკუპანტი რუსეთი, ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი ირანი და კომუნისტური ჩინეთი. როდესაც აკეთებ ყველაფერს დემოკრატიის ფარგლებიდან გაცდენილს, მაშინ დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროს შენთან აღარ სურს ურთიერთობის დამყარება და ეს არის ლოგიკური შედეგი ამ ყველაფრის.
მართველი გუნდისთვის როგორც ოპონენტების, ასევე დიპლომატების კრიტიკა მიუღებელია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის ევროკავშირთან დაახლოება ყოველდღიური მუშაობის ნაწილია და ამის შედეგს მოსახლეობა 2028 წელს ნახავს. ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრება კი მათთვის ევროსტრუქტურების მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების ნიშანია. განსაკუთრებით ზოგიერთი ლიდერის და ქვეყნის, რომელთა რიცხვში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მასპინძელი და ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე პოლონეთიც არის. პოლონეთმა როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ არის ორგანიზატორი ამ შეხვედრის და ეს არის პოლონეთის გადაწყვეტილება. თავრობას რომელსაც მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი, აი იმასთან როგორ უნდა დაალაგდეს ქართველი ხალხი. ამიტომ პოლონეთის თავრობამ თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს მას ქართულ ხალხთან სურს ურთიერთობა, თუ მას სურს კორუმპირებული წამების სისტემის შექმნელი სააკაშვილის რეჟიმის და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. თქვენ იცით რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე, ჯერ სრულიად უსამართლოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ქართულ ხალხს უთხრეს, რომ მაშინ უარი არავითარი დასაბუთება არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. შემდეგ წელიწად ნახევარი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და შემდეგ. ეს უსამართლობა გრძელდება. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან, რაც არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ეკნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში მიდგომა შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით deep state-ისგან მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება. ჩვენს პირობებში მოხდა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ჩვენ ვასრულებთ ძალიან მაღალ დონეზე და ევროკომისია უწევს ამას მონიტორინგს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი, ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა გეგმიურად მივიწევთ და 2030 წელი არის გაცხადებული პოზიცია თვითონ ევროკავშირის მხრიდან გაფართოებასთან დაკავშირებით. და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანასთან მიმართებაში. ევროპის დღე შუმანის დეკლარაციის ხელმოწერის თარიღს აღნიშნავს, რომელიც ევროკავშირის დაფუძნების წინაპირობა გახდა. ორგანიზაციის, რომელთან დაახლოებად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის გაცხადებული მიზანია. თარიღს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით უკვე მეორედ შეხვდა და პირველად ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს.